ჭიათურაში უკვე 1 წელია სამთო მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებულია. ქვეყნის გარეთ წიაღისეულზე მოთხოვნის შემცირებას და ფასების ვარდნას თან ერთვის მაღაროების ერთწლიანი ბლოკირებაც. ადგილობრივებისა და დასაქმებულების ნაწილის მიერ პარალიზებულმა სამუშაოებმა მადნის მომპოვებელ კომპანიას მძიმე ფინანსური პრობლემები შეუქმნა. საწარმო, რომელიც მთელს ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 2024 წლის მარტიდან სამუშაოების შეჩერების მიუხედავად კომპანია ნოემბრის თვემდე სრულად ანაზღაურებდა დასაქმებულთა ხელფასებს. ნოემბრიდან დღემდე კი გასცემს ხელფასების 60%-ს. კომპანია ამჟამად სრულ წაგებაზე მუშაობს. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე პირველად მაშინ აღმოჩნდა, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი რეკორდულად დაეცა, რამაც წარმოება მნიშვნელოვნად წამგებიანი გახადა. 2022 წელს დაწყებულმა კრიზისმა ჭიათურაში ისედაც არარენტაბელური მადნის მოპოვების პროცესი შეაჩერა. ამის მიუხედავად, ათასობით დასაქმებულს ჯორჯიან მანგანეზი ხელფასის 60%-ს მაინც უნაზღაურებდა. რამდენიმე თვეში კი გლობალური კრიზისის მიუხედავად საწარმომ თანამშრომელთა ხელფასის არათუ საწყის ნიშნულზე დაბრუნება, არამედ 11.9%-იანი ზრდით შეძლო. 2022 წლის დეკემბერში ფეროშენადნობების ბაზარზე უპრეცედენტო კლება მოხდა ფასების კუთხით, ფასები ფაქტიურად განახევრდა, ასევე შემცირდა მოთხოვნა ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე და კომპანია გახდა იძულებული, რომ ის მიმართულებები, რაც წამგებიანი იყო, კერძოდ კი ჭიათურის მიმართულება გაჩერებულიყო. იანვრის თვეში მოხდა ეს გაჩერება, მაგრამ მიუხედავად ამისა მოხდა 60%-ის ოდენობით ხელფასების შენარჩუნება თანამშრომლებისთვის. ზაფხულში კომპანიამ შეძლო, რომ ჭიათურის მიმართულებაზე აღდგენილიყო დასაქმებულთათვის 100%-იანი ხელფასების გაცემა. მაშინ როცა კომპანია გარე ფაქტორებიდან მომდინარე გამოწვევების დაძლევაზე მუშაობდა, ჭიათურაში თავი შიდა პრობლემებმა იჩინა. წინა წლების სახელფასო ფონდის ზრდის მიუხედავად, დასაქმებულების ერთმა ნაწილმა ხელფასების კიდევ ერთხელ 40%-ით გაზრდა მოითხოვა. ადგილობრივების ნაწილს კი გაცემული კომპენსაციების ოდენობა ეცოტავა. 2024 წლის მარტიდან ისინი რადიკალურ ქმედებებზეც გადავიდნენ და მაღაროების პიკეტირებას დაიწყეს. 12 მოქმედი მაღაროდან გაჩერდა 7 მაღარო. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროიდან მუშაობა კიდევ ერთხელ გაჩერდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც დასაქმებულები ხელფასის 60%-იან ანაზღაურებას კვლავ იღებენ. 2019 წლიდან კომპანიას ეზრდებოდა სახელფასო ხარჯები, თუმცა წარმოების მაჩვენებლები უფრო და უფრო იკლებდა ყოველ წელს. ზუსტად ამიტომ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ისეთი გეგმა, სადაც თანამშრომლებს შეუმცირდათ სამუშაო საათები, თუმცა ანაზღაურება დარჩათ იგივე. ეს ცვლილებები გვინდოდა გაგვეტარებინა 2023 წელს, მაგრამ თანამშრომლებმა არ მოინდომეს ამ ცვლილებებზე წამოსვლა და მივიღეთ გაფიცვა და საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები მათი მხრიდან. ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით ჯორჯიან მანგანეზმა საქმეში გამოცდილი უცხოელი სპეციალისტებიც ჩართო. მოწვეული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მანგანუმის ნედლეულის თვითღირებულების გაიაფება იყო. უკვე წლებია ჭიათურაში მადნის მოპოვება არარენტაბელური არის და ზარალიანია. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩვენ შემოვიყვანეთ ჭიათურაში გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტები აი ამ სფეროში. ჩვენი ამ უკრაინული კომპანიის შემოყვანის მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეიაფებინა ჩვენი კონცენტრატის თვითღირებულება. დასაქმებულების ნაწილი პრობლემების დაძლევას კვლავ პროტესტის რეჟიმში ცდილობს. მოთხოვნები ჯერ არ გაუჟღერებიათ, თუმცა ამბობენ, რომ ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება მიმდინარე თვეში დაგვიანდა. მთავარ მოთხოვნებზე კი, როგორც ჩანს, პროტესტის მონაწილეებს შორის ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა. 60% მართლაც რასაც მართლა მოთხოვნილად გვიგდებენ, ეგეც კი არ დაურიცხეს უკვე ხალხს, 15 წუთში უნდა დარიცხულიყო, თუმცა ეხა ჩვენი მოთხოვნა არ არის ხელფასი, აქ უფრო ფუნდამენტური მოთხოვნები იქნება. მაღაროებმა თუ არ გაიშვა და არ იმუშავა, ჩათვალე ჭიათურა მყარია. 60%-ს გვაძლევდნენ 1 ნოემბერს, რომ დაგვითხოვეს მის მერე. 3 თვე ჩვეულებრივად ავიღეთ 60% და ეხლა არ აგვიღია ეს თებერვლის და მარტი რა იქნება ვნახოთ კიდე.
ფინანსური პრობლემების დაძლევაზე კომპანიაში მუშაობა ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინანსური ინსტიტუტებთან, რათა სამუშაო პროცესის შეჩერების მიუხედავად დასაქმებულების ანაზღაურების 60%-იანი რეჟიმი შენარჩუნდეს. მადნის მომპოვებელ კომპანიაში კურიერი PS უთხრეს, რომ პარალიზებული მაღაროების მიუხედავად ბოლო 1 წლის განმავლობაში ხელფასის სახით კომპანიამ 83 მილიონ ლარამდე გასცა. მენეჯმენტი კრიზისის გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჭიათურაში მაღაროების პიკეტირებას ასახელებს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ჯამში საუბარია 7 მაღაროს პარალიზებაზე. აღმოჩნდა, რომ გადაკეტილი აქვთ მაღარო იმ ადამიანებს, ვისაც უკვე აღებული აქვთ ავანსის სახით ეს თანხები და შესაბამისად ისინი დამატებით ითხოვენ, რამაც ჩიხურ სიტუაციამდე მიგვიყვანა და ფაქტობრივად კომპანიამ ამ პირობებზე ვერ წავიდოდა, რის გამოც დღემდე გაჩერებულია და პიკეტირება მიმდინარეობს ამ მაღაროების. ჩვენ არ დავამალავთ, რომ კომპანია ფინანსურ კრიზისს ებრძვის და რომ შექმნილი ვითარება მეტად ართულებს კომპანიის შესაძლებლობას საფინანსო სექტორიდან იღოს დაფინანსება ხელფასების გასაცდომებლად. ვიტყვით იმასაც, რომ 2024 წლიდან დღემდე კომპანიას მარტო ხელფასებში გაჩერებულ კომპანიაში გადახდილი აქვს უკვე 82.6 მილიონი ლარი და მასთან ერთად ყოველთვიურად იხდის დაზღვევას, რაც შეადგენს 270,000 ლარს. ჩვენ გვესმის და გვადარდებს ჭიათურული მაღაროების მდგომარეობა და საბოლოოდ შეთანხმებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ ოპერირებასთან დაკავშირებით. ჯორჯიან მანგანეზი იმერეთის რეგიონში და მთლიანად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, თუმცა კომპანია ამჟამად სრულად წაგებაზე მუშაობს.